ნახეთ, ვიზარდის გვერდიდან გვერდზე გადასვლის დროს შესაძლებელია ცვლადების მნიშვნელობების ამოღება და შესაბამისი მოქმედებების გაკეთება, ასევე ვიზარდის დასრულების შემდეგაც შეიძლება ამ ცვლადების მნიშვნელობების გამოყენება თქვენს ლოგიკაში. თუმცა ვიზარდის ობიექტებს გააჩნიათ ერთი მახასიათებელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ თვითეული ობიექტში მითითებული მნიშვნელობის ცვლილებაც. აი მაგალითად ავიღოთ თანხის მითითების ობიექტში ბოლო პარამეტრი, ჩაუწეროთ მას true, ეს ნიშნავს რომ აღძრათ, ესე იგი მოვლენა, როცა მნიშვნელობა შეიცვლებაო და მოდით დავარჯოთ ვიზარდის, ესე იგი გამოჩენის ბრძანებაში და შევცვალოთ აი ეს ჩვენი თანხა. გადავიდეთ ტაბღილაკით და მართლაც გაჩერდა ამ ადგილზე ჩვენება და ვიზარდმა დაგვიბრუნა სპეციალური, ესე იგი მნიშვნელობა, რომლის დაჭერაც შეგვიძლია select case ოპერატორში და შესაბამისად გაანალიზება თუ რა მოხდა ამ მომენტშიც. მოდით გავაჩეროთ, გავაკეთოთ კიდევ ერთი select case-ი, დავიჭიროთ ეს მოვლენა, აი ესე ავიღოთ და დავიჭიროთ ეს მოვლენა და შესაძლებელია უკვე ამ select case-ში გავაკეთოთ ის მოქმედებები, რომელიც თანხის ცვლილებას შეიძლება მოყვეს. ეს შეიძლება იყოს რაიმე ბრძანება, რამე შეტყობინება, რამე მათემატიკური მოქმედება და ასე შემდეგ. მაგალითად, ინტერფეისის ობიექტით გამოვიტანოთ რამე message ბრძანება, სულაც შევუწეროთ აქ OK, ანუ შეიცვალა მნიშვნელობაო და მოდით გავუშვათ ახლა ვიზარდი და ვნახოთ რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. აქ თუ ჩვენ რამე მნიშვნელობას შევცვლით და გადავალთ, აი გამოვიდა OK და შესაბამისად თუ არაფერი არ შეიცვლება, არც არაფერი ბრძანება არ გამოვა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლის გარეშე, თუ დავიჭირეთ ეს მოვლენა, შევცვალოთ ვიზარდზე არსებული ვიზარდის ფორმაზე არსებული ცვლადების მნიშვნელობები. მოდით ეს ბრძანება OK, ბრძანების გამოტანა წავშალოთ და თუ ჩვენ შევცვლით დაუშვათ რაიმე თანხას, მოდით ეს თანხა ავსახოთ კომენტარში. აი აქ არის text box-ი, კომენტარის ტექსტი, variable 11 და შესაბამისად მასში გავიტანოთ რამე შეტყობინება და სულაც ის თანხა, რომელსაც ავკრებთ. ამისათვის არსებობს სპეციალური ობიექტი ვიზარდის ობიექტში, ეს არის set wizard variable так set wizard variable აი ეს და ესე იგი variable 11-ში გავიტანოთ რაიმე მნიშვნელობა ეს ზედმეტი ოპერატორი არ გვინდა აი ესე set variable 11-ში გავიტანოთ სულაც აქ დავწეროთ რეზულტატი და გადავაბათ მას variable 3, რომელშიც იქნება უკვე ის თანხა. შესაბამისად უნდა შემოვიდეს ამ select case-ში amount-ის, ანუ თანხის ცვლილების დროს და გაიტანოს ესე იგი text-ში რეზულტატის შედეგი. მოდით გავუშვათ, ანუ კომენტარში უნდა გავიდეს რეზულტატი თავისი მნიშვნელობით, რასაც ავკრებთ, დავუშვათ 3 ცხრიანი და ტაბლაკით გადავეთ. აი როგორც ხედავთ, ესე გამოჩნდა ესე იგი კომენტარში ის რეზულტატი, რომელიც ავკრიფეთ, ამდაგვარად შეგიძლიათ ამავე ეკრანში ნებისმიერი ველის ცვლილება განახორციელოთ თან იმ მომენტში, როცა დაგჭირდებათ რომელიმე ობიექტის მნიშვნელობის ცვლილება.